მოგესალმებით ძვირფასო რეჯისტას მაყურებლებო, მე ნიკოლოზ წოფურაშვილი ვარ და გიბრუნდებით მორიგი განხილვის ვიდეოთი, სადაც მიმოვიხილავ UFC 321-ის მთავარ ქართს, რა შედეგებით დასრულდა ბრძოლები, რა უპირატესობა ჰქონდათ მებრძოლებს ერთმანეთთან და როგორ მორჩა სატიტულო ორთაბრძოლები, რომელსაც ყველა დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მათ ასე დავიწყოთ. პირველი ბრძოლა ეს გახოთ რაკეტში მურზაკანოვი და საკმაოდ სენსაციურად მორჩა ეს, იმიტომ რომ პირველივე რაუნდში შეძლო მურზაკანოვმა და გათიშა მეტოქე. მურზაკანოვზე უნდა ვთქვათ ის, რომ საკმაოდ მაღალი დონის სტრაიკერია და ეს ამ ბრძოლაშიც გამოჩნდა. 16 ბრძოლა აქვს სულ ჩატარებული, აქედან 11 ნოკაუტით. რაკეტს ალბათ უფრო მეტად უნდა ემუშავა თავდაცვაზე, იმიტომ რომ მურზაკანოვისგან საფრთხე ყოველთვის არსებობს და ეს ამ ბრძოლაშიც გამოჩნდა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. პირველივე რაუნდში მურზაკანოვმა შეძლო და მეტოქე დაანოკაუტა საკმაოდ ბრუტალურად მე ვიტყოდი. ალექს პერეირას დივიზიონში მე-10 ადგილზე იმყოფებოდა და ამ გამარჯვების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მაღლა აიწევს და თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად მიიღებს სატიტულო ბრძოლასაც, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი დონის სტრაიკერი ყავს ამ დივიზიონს მურზაკანოვის სახით. რაც შეეხება ახლა შემდეგ ბრძოლას და საკმაოდ უცნაური იყო ჩემთვის ეს ვოლკოვი ალმეიდა. ალმეიდამ რამდენჯერაც მოინდომა, იმდენჯერ გადაიყვანა მეტოქე პარტერში და მოუგო პოზიცია. თუმცა ვერ აზიანებდა ვოლკოვს, ვოლკოვი უფრო მეტად აქტიურობდა დაბლიდან და შესაბამისად დასრულდა ისე როგორც დასრულდა, ვოლკოვმა შეძლო და ამ გამარჯვებაში, ამ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ხო, რა თქმა უნდა, ცოტა უცნაური იყო ეს ალმეიდასგან, იმიტომ რომ ჭიდაობა, რა თქმა უნდა, კაი, მაღალი დონის მოჭიდავეა, მაგრამ პოზიცია მოუგო კიდევაც, თუმცა მეტოქე ვერ დააზიანა. და ეს არ იყო საკმარისი, მხოლოდ პოზიციის მოგება არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს გამარჯვება ჩაეწერა, ასე ვთქვათ, ალმეიდას. შემდეგი და ალბათ ყოველთვის ქართველებისთვის ყოველთვის საინტერესო ბრძოლა ეს იყო უმარ ნურმაგომედოვი ბაუტისტა და აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უმარი მაღალი დონის მებრძოლია, ამაზე ალბათ ყოველთვის ხვდებით, შეიძლება არ მოგწონდეს და არც მე არ მომწონს და პირდაპირ ვიტყვი, რომ მინდოდა რომ ბაუტისტას მოეგო ეს შეხვედრა. თუმცა ასეთი უსუსური ბაუტისტა ალბათ ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ უმარმა იჭიდავა და საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა შემოგთავაზა. ერთადერთი მომენტი ჰქონდა ბაუტისტას, როცა ყბაში მოვარტყა უმარს მუხლი, იქ ცოტა შებარბაცდა დაღესტნელი მებრძოლი და ამის შემდეგ უკვე ბაუტისტას მეტი მომენტი აღარ ჰქონია. და ალბათ უფრო მეტად უნდა ემუშავა ტეიქდაუნებისგან თავდაცვაზე, იმიტომ რომ უმარ ნურმაგომედოვს როცა ეჭყუბები, აუცილებლად ფეხში შემოვა და ამისგან თავის დაცვა უნდა შეგეძლოს, თუ არა წინააღმდეგობა მაინც უნდა გაუწიო. ბაუტისტასგან ეს ვერ ვნახეთ, საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა მთელი ბრძოლის განმავლობაში, 3 რაუნდი უმარმა მოუგო და ბრძოლის შემდეგ ისაუბრა მის შემდეგ მეტოქეზე და შემდეგ სატიტულო ბრძოლაზეც და თქვა ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩემპიონი, მე მივიწევ ჩემ გზაზე და უფრო მეტად ვიქნები მომზადებული ვიდრე ახლა. ახლა ვარო თვითონ. შემდეგ უკვე გადავდივართ ქალთა დივიზიონზე, ჟანდირობა დერნი, სატიტულო 5 რაუნდიანი ბრძოლა იყო ეს და მინდა გითხრათ ის, რომ საკმაოდ თანაბარი ბრძოლა იყო და მცირედი უპირატესობით მოიგო დერნმა. რომ მოიგო ჟანდირობას, ალბათ ვერავინ ვერ იტყოდა ის, რომ აი რატომ მოიგო ჟანდირობა. ძალიან მცირედი სხვაობა იყო ამ მებრძოლებს შორის, იყო ჭიდაობაც, იყო ცოტა სტრაიკინგიც და ორივე თანაბრად იბრძოლა და ამ თანაბარ ბრძოლაში დერნმა მცირედი უპირატესობით აჯობა მეტოქეს და მოიპოვა საჩემპიონო ქამარიც. ახლა კი უკვე უნდა ნელ-ნელა გადავიდეთ მთავარ ბრძოლაზე. ასპინალი განი. რო არ მოგატყო, ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ ბრძოლას და დაინტერესებდა პირველი სატიტულო დაცვა როგორ იქნებოდა ასპინალს. თუმცა ამის მიუხედავად ცოტა უიღბლობის შთაბეჭდილება დამიტოვა, იმიტომ რომ თვალში მოხვდა თითი და ამის გამო გაჩერდა ბრძოლა. კურტის ბლეიზთან გამახსენდა შეხვედრა, მისი პირველი შეხვედრა კურტის ბლეიზთან, სადაც იქ ფეხი იტკინა მოკლედ თუ რაღაც იტკინა ასპინალმა და ამის შემდეგ ბრძოლა გაჩერდა და ჩაითვალა მოგება კურტის ბლეიზს. დაახლოებით იგივე უიღბლობა დაემართა ახლაც ასპინალი განი, რომ ყველა MMA-ის გულშემატკივარი ელოდებოდა, აი როდის დაიცავს ქამარს, საჩემპიონო ქამარს და ვერ ვიხილეთ ეს ჯერ რომ ოქტაგონში გაუკეთონ მას თავარი ქამარი. და იმედი მაქვს, რომ მეორე ბრძოლაში მაინც ასპინალი განეს მეორე დაპირისპირებაში გაიმარჯვებს ასპინალი ისე როგორც მას შეჰფერით. 2 წუთი ჭხუბობს ხოლმე ასპინალი, მისი საშუალო სტატისტიკური ბრძოლის მაჩვენებელი ეგეთია და იმედი გვაქვს, რომ ისეთი დაბრუნდება ასპინალი, როგორც ეს თუნდაც მის წინა ბრძოლებში იყო.
და ერთხელ დადგება ის დღეს, რომ დანა ვაიტი საჩემპიონო ხამარს შემოახვევს წელზე. ხო, ამის შემდეგ დაუსტვინეს გულშემატკივრებმა ასპინალს, მაგრამ ასპინალის ამ შემთხვევაში ბრალი არაფერი არ იყო, თვალში თითი მოხდა და ამის გამო ბრძოლა გაჩერდა, შესაბამისად ვერ დავადანაშაულებთ ტომ ასპინალს ამაში. ხო, დღეისთვის სულ ეს იყო, მეგობრებო, ამით დავასრულებთ დღევანდელ მიმოხილვას შედარებით. მოკლე გამოგვივიდა, თუმცა არაუშავს დაგებრუნდებით შემდეგ ივენთის განხილვით. მე ნიკოლოზ წოფურაშვილი ვარ, დარჩით ჩვენთან და გამოიწერეთ ჩვენი არხი.